დღეს საქალაქო სასამართლოში ბაჩუ ახალაიას წინა სასამართლო პროცესი გაიმართება. დღესვე სასამართლო გაერთიანებული შტაბის ყოფილი უფროსის გიგი კალანდაძის და სხვა სამხედრო პირების საქმეზე იმსჯელებს. ამის შემდეგ 14 დღის ვადაში უკვე საქმის არსებითი განხილვა უნდა დაიწყოს. ბაჩუ ახალაიას ბრალი 3 მუხლით აქვს აყენებული პროკურატურა მას თანამდებობის ბოროტად გამოყენებაში, უკანონო თავისუფლების აღკვეთასა და არაადამიანურ მოპყრობაში ადანაშაულებს. თამარ გოგესაშვილი ისაუბრებს სხდომის დეტალებით პირდაპირ ეთერში. თამარ გისმენთ. თბილისის საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში თავდაცვისა და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ბაჩუ ახალაიას, ასევე გენშტაბის ყოფილი უფროსის გიგი კალანდაძისა და სხვა სამხედრო პირების სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. დღევანდელი სხდომა იქნება წინა სასამართლო მოსმენა, ხოლო ამის შემდეგ 14 დღის ვადაში უნდა დაიწყოს საქმის არსებითი განხილვა. გამოძიება ბაჩუ ახალაიას 3 მუხლით ჩადენილი და 3 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავება, რაც უფლებამოსილების გადამეტებას, წამებასა და უფლებამოსილების გადამეტებას და წამებას გულისხმობს. ბაჩანა ახალაია ამ ბრალდებით დააკავეს 2012 წლის 7 ნოემბერს. რაც შეეხება გიგი კალანდაძეს, ის გირაოს სანაცვლოდ არის გათავისუფლებული. სასამართლო გამოძიება მას ასევე უფლებამოსილების გადამეტებას ედავება. დღევანდელ სხდომაზე მოხდება მტკიცებულებების შეფასება. დღეს ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები გამოცხადდნენ სასამართლო პროცესზე. ისინი მიიჩნევენ, რომ პოლიტიკური მოტივით არიან დაკავებულები ეს მაღალჩინოსნები და უნდა მოხდეს მათი პოლიტიკური დევნა, შეწყდეს მათი პოლიტიკური დევნა. საზოგადოებისთვის დღეს ცნობილი გახდება ძალიან ბევრი გარემოება, რომელიც უთყუარად ამტკიცებს იმას, რომ ეს პროცესი ისევე როგორც მიმდინარე პოლიტიკური დევნა ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლების მხრიდან არის მხოლოდ და მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის დავალება, რომელიც არის ძალიან უნიჭოდ შესრულებული, საქმეში არ არსებობს არავითარი მტკიცებულებები. იმ ფონზე, როდესაც პროკურატურა გადაიქცა პირდაპირ პოლიტიკური ანგარიშტორების იარაღად, როდესაც ადამიანებს ტერორის ქვეშ აიძულებენ, რომ ისინი ჩვენებები, ქართული ხალხი გამოხატავს თავის დამოკიდებულება და თავის ნდობას. სასამართლო პროცესის პარალელურად აქცია მიმდინარეობდა სახელწოდებით დღეს მეც ბაჩანა ახალაია ვარ. ახალგაზრდები ამბობდნენ, რომ სასამართლოში მოვიდნენ ბაჩანა ახალაიას მხარდასაჭერად. დღესდღეობით ბაჩანა ახალაია იმყოფება უკანონო პატიმრობაში, მის მიმართ აყენებული ბრალი არის უკანონო და უსაფუძვლო და მოვითხოვთ, რომ ბაჩუ ახალაია გაათავისუფლონ. მე მგონი საზოგადოება დარწმუნდა იმაში, რომ ის ბრალდებები და ის შავი პიარი, რაც ბაჩუ ახალაიას წინააღმდეგ გააგორა ხელისუფლებამ, ეს ყველაფერი იყო აბსურდი და შეთითხნილი უბრალოდ ამ ადამიანის წინააღმდეგ და მოვითხოვთ, რომ განთავისუფლდეს ბაჩუ ახალაია, რადგანაც ყველანაირი მტკიცებულების გარეშე ეს ადამიანი იმყოფება მძევლობაში. გუშინ მეცხრე არხმა ექსკლუზიური მასალა მოიპოვა, რომლის მიხედვითაც თადარიგის ლეიტენანტი ბაჩანა ახალაიას დანაშაულის დაფარვაში ადანაშაულებს. დავით ნემსაძის განცხადებით, მან თავდაცვის მინისტრს მიაწოდა ინფორმაცია ეგრეთ წოდებული ოფშიაკის შეგროვებისა და საწვავის გაყიდვის შესახებ, რის შემდეგაც ის ბაჩანა ახალაიამ თანამდებობიდან გაათავისუფლა. რომ 27 წლის ასაკში ოფიცერი დაასაქმეს. ხდებოდა საწვავის საშუალებების პერმანენტული დატაცება, მიტაცება, რომელსაც მშვენივრად თავს ართმევდა ამ ქვედანაყოფში დანერგილი მისი თანამშრომელი, უკაცრავად ამ სიტყვაზე გადაბირებული. რა თქმა უნდა, ის იყო არც უკვე ტუსაღი ბაჩანა ახალაიას ინიცირებული სავალდებულო გასაუბრება. როდესაც შევედი ამ გასაუბრებაზე, მე მინდა აღვნიშნო, რომ იქ იჯდა გენერალური ინსპექციის უფროსი ბუსხრიკიძე. დავაფიქსირე ჩემი აზრი, ვინ ვიყავი, როგორ ვიყავი, რანაირად ვიყავი, წოდებით რა თქმა უნდა და აღნიშნე ის დარღვევებიც, რაც ხდებოდა შეერაღებულ ძალებში, აღნიშნულ ქვედანაყოფებში. მითხრა პირდაპირ მისი თქმა იყო ესეთი, რომ დაწერე განცხადება და წადი სახლში. საქმე სამხედრო პოლიცია იძიებს დაუმძიმდება თუ არა ბრალდება ბაჩანა ახალაიას, ეს მოგვიანებით გახდება ცნობილი. მე შეგახსენებთ, რომ საქალაქო სასამართლოში პროცესი ამ წუთებში მიმდინარეობს, სასამართლოსთან კი მობილიზებულია საპატრულო პოლიცია. თამარ გოგესაშვილი საუბრობდა